მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ Motoholics. დღეს ჩვენ მივყოფებით რუსთავში მოტოდრაგის მეორე ეტაპზე. სადაც მოვედით, დაგვხვდა ცუდი ამინდი, გაგვიწვიმდა ივენთი. გაორგანიზებული, რა თქმა უნდა, არის იდეალურად, თუმცა ნუ წვიმა იყო ესე დაუგეგმავად თავს დაგვესხადა. თითქმის ჩაგვიშალა ყველაფერი, მაგრამ კარგი ამ ყველაფერს და დადებით ის მოხდა, რომ ჩვენი მეგობრები ავტომობილებით გამოვიდნენ და ესე მთელი ძალით და ენერგიით ცდილობენ რომ ტრასა აგვიშრონ, რათა შევძლოთ შეჯიბრის გაგრძელება და ჩატარება. რადგან სველზე, რა თქმა უნდა, მოჭიდება ნაკლებია, რისკები ძალიან დიდია და ფედერაციაც და ორგანიზაციაც და ამ ყველაფრის ორგანიზატორებიც არ დაუშვებენ იმას, რომ აქ ვინმე საფრთხის ქვეშ დააყენონ, რაც ძალიან მისასალმებელი და დასაფასებელია პირველ რიგში. მადლობა თითოეულ აი ამ ავტომობილის ზღოლს, რომელიც ახლა ხარჯავს თავის საწვავს, საბურავებს და ასე შემდეგ, რომ ჩვენ შევძლოთ შეჯიბრის გაგრძელება. ძალიან დასაფასებელია ეს აქციელი. თან თვითონაც ვფიქრობ, რომ ძალიან გაერთნენ, მეც გავერთე მათ ყურებაში. ხო და ესე, მოკლედ ეხლა წვიმა უკვე აღარ არის, რასაც თითქმის რომ მოშრა, მზემაც ცოტა გამოანათა, უკვე მალე მოშრება ასფალტი, შეჯიბრის გაგრძელებაც წესით დიდხანს არ დაგვაყოვნებს რა და უკვე შეჯიბრის კადრებსაც შემოგთავაზებთ მე. ეს გადაიგე ეს. ერთ წამი. აი ის უკარო უძის რა უნდა? ის უკარო გიზის რა უნდა ისრიალო? მაქანა მაიწია ძმა. აი ეს კაცი ეჟდა ფურცელას. ეს კაცი ეჟდა ფურცელას უკან რო ეს რეალი. წინ მაინც დამდარიყავი. არა უკან უძივა ბლოკავს. დაშვები დღეს ხდები ჩემპიონი? ნახოთ. გააქვს შანსები ისე? ბიჭო, რავი, ფინალამდე თუ მივედი და ჩემპიონია მე ხო? არა, არ ვიცი რა. მე მგონია რომ გააქვს შანსები. ო, ჩემპიონია უნდა გაგიწლოს რა. ნუ ტრასა თითქმის მალე მოშრება რა, აღარაფერი ბევრი არ დაჭირდება. ო, იმასაც ეგ აბუქშავებენ ახლა და გააშვა. მოდი ასრიალე გადაგიღო ძმა. აგე დრიფტი წამო გადავიდე. აუ საბა, რა შვებით? უნდა ისრიალოთ? ვაშე გენაცვალეთ, ო. არ დაეჯახოს ასთან, ესე იგი, როგორც კი მოვედით, რა თქმა უნდა, გავშალეთ ჩვენი კუთხე, მოვეწყეთ კომფორტულად, სკამებით, ამ ყველაფრით. ვართ გადაფარებულში, არც წვიმა გვაწუხებს. კარგად შე როგორ ახარ? არც წვიმა გვაწუხებს, არც მზე გვაწუხებს აქ და არაფერი. ეს არის ამსოილის მიერ გაკეთებული სპეციალურად ჩვენთვის, რომ აქ ჩვენი კუთხე გქონოდა და არ შევეწუხებინეთ წვიმას, მზეს და ასე შემდეგ. მოგძანდით ამის. და ამისთვის ვუხდით მას ძალიან დიდ მადლობას, რომ მეც და ჩემს მეგობრებსაც, ჩემს გუნდს შეუძლია ყოფნა და ესე კომფორტულად დროის გატარება. გვაქვს მაგიდაც, კამებიც, ყველანაირად ვართ მომარაგებულები, რა მოკლედ და მაცი ვარით დაჟე. ეს როგორც კი გავხსენით, უკვე ცოტა წინ წყლავდა და აი ისეთი თქეში წვიმა გაიჩნდა უცებ წამებში, რომ რავი. ეს რო არ ქონოდა, არ ვიცი აქ, ალბათ ვერ გადავრჩებოდით. მადლობა ძალიან დიდი ამისთვის. ეხლა მოდი ცოტა შიგნიდანაც დავათვალიერებინოთ. ხო, აი შიგნიდანაც ეს ჩვენი სივრცე გამოიყურება ესე. გოგოები, ბიჭები არიან მოთავსებულები, აქ შეგვიძლია მოტოს გავაჩეროთ, აი ეს ერთ-ერთი ბოლელის მოტოა, აი ამ კაცის მოტოა, გიორგი მხებრიშვილის. ის შემია. ხო და გოგო ხელს მოიტეხავს დააჯენ, ფეხს მოიტეხავს დააჯენ, რა ვიცი რა ისია რა. იო, ესე იგი, ეხლა აქ რა ხდება? აქ ყავს ძალიან ისეთი ხალხი შემოკრებილი. გადამღები, დავით, სეროფიანი, სეროფა.
გიორგი მღებრიშვილი, ხელოსანი, მოტო ხელოსანი, დუგების შემკრავი. დიეგო ეს ის არის, აი, მანქანაზე რომ გაიკეთო. გოგა, მოტოს მასტერი, ტატუ არტისტი, უმაგრესი, ოღონდ ეხლა ცოტა ხელები ცოტა ხანი ისა ნატკენი აქვს. თქვენ რა პროფესიის ბრძანდებით გენაც? არანაირი. თქვენ? შენ? ერთად ხართ. ოკეი, კაი. თქვენ. აი ეს კაცი არის ერთ-ერთი საუკეთესო თავის საქმეში. ეს კაცი აკეთებს პოლირებას, მანქანებზე, კერამიკას, ქიმწმენდა საქმეა. და აი რავი. ისა გამიგია სხვებისგან რა თავის ნაკებს არ უყვები. სხვებისგან მაქვს მოსმენილი რომ თავის საქმეში არის აი ძალიან მაგარი. პირველი კაცია თავის საქმეში რა. ვისაც ყავთ დასაპალიროკებელი მანქანები და კერამიკა გასაკეთებელი, მიმართეთ. როგორ უნდა გიპოვონ? დიეგო ვარაზაშვილი. მიმართეთ. კარგი ფასები. მაგარი ადამიანი, მაგარ მეგობარ შეიძენთ, მოკლედ რა, მაგ ფასში. მანქანასაც მაგრად გაგიკეთებთ. აი, გამოიწერეთ მოტოჰოლიკის არხიო. გენაცვალე. აი ესეთი გულიანი ხალხი მერქვა არ მოგვიშალოს თქვენ. წავედი ახლა ცოტა ხანი პაუზაზე უნდა გავიდე, შესვენება მაქვს რა. ისინი როგორ დახიან ხოლმე საკავია ხო? Короче, ბრეიქზე გავდივარ. მე და დიეგო ბრეიქზე გავალთ ახლა და მოვალ. ესე იგი, ხალხი უკვე მობილიზებულია, თავიანთი ადგილები აქვს დაკავებული. ეხლა იწყება აბსოლუტი კლასი რა და უნდა ნახონ სასწაული საოცარი დასტარტოები რა. ხო და ესე. ძალიან გაყოლებაზე დგან რა. მონაწილეები ნელ-ნელა შევლენ შიგნით, ჯერ იქნება აბსოლუტი კლასი. ბევრი კლასები არის ჩასატარებელი, 600 მოკლე, გრძელი, აბსოლუტი 1000. და ხო, გოგოების კლასი ეხლა არ შედგა, რაც ძალიან სამწუხაროა და გამოსვლა უწევთ იქებთან გაჩვეულებულად მოკლე 600-ში და ძალიან ცუდი ამბავია ეს. შემდეგში იაქტიურეთ გოგოებო, აუცილებლად. რა ვიცი, უკაცრავად. გამომაძეს. მოდი თქვენი აზრი რო გაგვიზიაროთ, აბა რა მოლოდინები და. იგივე, წინა კადრებს გადახედე. არ ვიცი. ხელაძეზე გიდეთ? ბიჭებო, თქვენ რა მოლოდინები გაქვს? აი ხა ჟურნალისტური ისა მაქვს რა. მოლოდინი დიდი არაფერი. შენ მონაწილე ხო. ეს არის მონაწილე. ფიქრობ რომ შანსები არის. კი ბატონო, უკაცრავად გოგო. თქვენ რას ფიქრობთ? გულ შემატკივრობ. ჩემს მეუღლესაც და ჩემს მეგობრებსაც. აჰა. ხედავ, აი. ჯიგარი. ვიოშით ტრასაც ერა. ხო. ტრასაც გაგიშრო ძმაო? მოტოს მოგიყო ხოლგაც ამან გაგიშალა წეღანი. რა გინდა, მაცი ვარც მოგიტანა, სასმელების მოგიტანა. კარგია. თქვენ რა მოლოდინები? ვაფშე რასაკეთებ? ეს ფეხი აქ მოტეხილი მეორე ორივე ხელი. ბიჭო, რა მოლოდინები არის, მაგრამ წინა სეზონთან შედარებით ძალიან. აი ხა რას უჩევდი მაყურებელს? მაყურებელს უჩევდი რომ მოვიდნენ, რა ფეხი მაქვს მოტეხილი. ფეხი რო გაქვს მოტეხილი, აი მაქედან გამოდინები რა. ხო, ანუ ძალიან ცუდია, რომ ძალიან ცოტა ხალხი არის და ძალიან ცოტა გულშემატკივარი. არა, მე უჩევდი რომ აუცილებელია სპეციალური აქტიურობა და ეკიპირება. ეს რა თქმა უნდა, მაგრამ მე როცა გადაადგილებთ მოტოთი, რომ აი ესეთი დაზიანებები რაღაც არ გაგვიქმნოს და არ გაგვეწელოს რაღაცა. ანუ კომფორტს გირჩევნიათ, რომ დაიცვათ თავი ყველანაირად. გამო. გადინი უეფარები. თქვენ რას უჩევდით? ჩემოგიწერეთ. ეს არის ჩვენი ტატუ არტისტი, რომელმაც დროებით პაუზა აიღო სამსახურში. აბა რა შევ ყველას რომ დამცავებით იარეთ. აუცილებლად. რა შეგემთხვა? დავილეწე. როგორ რატო? ეხა ყველაფერს არ ვიტყვი. ხო. მაგრამ მეტი ყურადღება გვაქვს. გრძელი სიტყვა, მოკლედ ითქმის. როცა მოტოზე ზიხავთ, გზას უყურეთ. არა პეიზაჟებს და რაღაცა გზის ჩასვლას, ხო? ხო. კარგია, მომწონს. დიეგო, წამოდით რა. მოვახო. ავედით ეხა ხალხიც გავაძროთ. ეს არის ჩვენი გადამღები არის ხანზი, რომელიც იქნება მითითებული ჩვენს ვიდეოში, იქნება მონიშნული.
ვისაც დაგაინტერესებთ ვიდეოს გადაღება, ფოტოსესიები, სტუდიური გადაღება, ნუ ყველანაირი გადაღება, მოკლედ დრონით, ისე ეს ყველაფრით. პირველ რიგში გაიცნობთ უმაგრეს ადამიანს, ძალიან მაგარ სამეგობრო ადამიანს. Привет. და გადაღებითაც იქნებით ძალიან კმაყოფილი რა. თან რა თქმა უნდა მისაღებ ფასებში გაიკეთებთ ეს ადამიანი ყველაფერს. ხო, ძმაო? ხო, აბა. მოკლედ მეგობრებო, ესე გამოიყურება სტარტის ხაზი. მოგესალმებით ძვირფასო და ამ სტრესთა ზოგადოება. ჩვენს წინაშე წარს დგებიან. აი აქედან აიღებენ სტარტს. ეს არის ლეგენდა, ცოცხალი ლეგენდა, უკაცრავად. გიორგი აბაშიძე, იგივე ჯიჯი. მაგარი ადამიანი ძალიან დამსახურებული ადამიანი ამ სფეროში. ამეთში გამარჯვებული. აზრის მოიკითხება და სიტყვას ეთქმის. გითხარით ორი სიტყვა. დღეს ვიგებთ. იასნია. დღეს ღიპიანები ვიგებთ. იმენა ღიპიანი ხალხი ვიგებთ დღეს. კაი. იასნია. მეც მაგას ვიძახი სულ ძმაო რა. კაცი უნდა იყოს მოშნი. მოდი მეორე სტარტის ხაზის ნახოთ. აი ეს არის მეორე სტარტის ხაზი. მე ანუ პირველისგან არაფრით არ განსხვავდება, უბრალოდ ერთხელ აქეთ გვიწევს დადგომა, მეორე ჯერზე იქით. თუ მესამე ჯერაც მოგვიწია უკვე რაღაცა. ეს არის ლადო გუდაძე. მაგარი ადამიანი, ჩვენი ძმა. ლადო, ოჩა. ახტება დღეს რამბავ ხალხი მეკრები. ბიჭო, არ ვიცი, ორგანიზატორი ყავთ ვიღაცა, თურმე მაგარი კაი ტიპი რა. ვინ არის თო? არ ვიცი. რამდენი მოტოციკლები არიან შეგრებული? ხო და. რამე ისა ივენტია რამე? აი ორგანიზატორი ყოლიათ, ვიღაცა ტიპი არის, მე უნდა ვნახო რა. მაგარი კაცი იქნება იქ და. აჰა, სერიოზული. დავედი, გავიგეცი, გაკეთე. ხო და კაროჩე მიმდინარეობს ახლა დაიწყება უკვე შეჯიბრიც, ყველაფერი იქნება იდეალურად და იმედია რომ ყველაფერი ჩაირულის მშვიდობით, რაც მთავარია. ძიო, ეს არის და ეს რა. ესე იგი, ეხლა მიმდინარეობს უკვე 1000 კლასი, დაგრძელებული ბაზით, არის რაღაც სასწაული ჯახებია, მოკლედ, რაღაც დაუნდობელი გაზაობები მიდის. ეხლა გადავიდეთ უკვე ჩემს მოტოციკლზე, ამის მერე იქნება უკვე 600 გრძელი, აი, როგორც გამოიყურება ეს მოტოციკლი და მერე იქნება 600 მოკლე. მე მონაწილეობას მივიღებ 600 მოკლე კლასში. გამზადებული მყავს მოტოციკლი, ნუ შეძლებს და გვარად როგორც მოვახერხე. ეგ არის რა, ბევრი არაფერი არ გამიკეთებია, საბურავი შევცვალე. კბილანების ტოკიდან 43 და 15 ეყენა და გადავიყვანე 14-46-ზე. შევცვალე ჰაერის ფილტრი, ოღონდ ისევ ჩვეულებრივი დავაყენე სტოკი, არა კაინდენი არაფერი და დროსელის ფრთები მაქვს პროსტა ამოცლილი რა, სხვა არაფერი. მოტოციკლეტი რაც ვიყიდე, ფაქტურად აცვშდარ ვარ ამ მოტოზე რა. გუშინ ჩამოვიყვანე შეჯიბრზე, უკანაც ვეღარ წავიყვანე, რადგან მაყუჩის გამო საერთოდ ვეღარ დავდივართ რაიდერები და აქვე დავტოვე ტრეკზე მოტოციკლეტი და დღეს ჩამოვედი უკვე რომ შეჯიბრზეც მივიღე მონაწილეობა. ასევე გვაქვს rulis საჭიმი. აი ეს უზრუნველყოფს რომ ამორტიზატორი იყოს მაქსიმალურად ქვევით ჩაჭიმულ მდგომარეობაში და ნაკლებად გააკეთებს ვილის რა მოტოციკლეტი, როდესაც დავძრავთ დიდ აბაროტებზე. სიო, მოკლედ ესე შემართებით ხო არც რაც მთავარია, ჩემი დღევანდელი იდეა იყო უფრო სიტუაცია გადამეღო და მენახებინა თქვენთვის, ნუ შეჯიბრისთვის მომზადებული საერთოდ არ ვარ, თუმცა შემართებით ვარ. რაც იქნება ვნახოთ რა.
გამოცდილება არ მაკლია, დანარჩენი უკვე ნახოთ რა თქმა უნდა ვარჯიში ყოველთვის კარგია და შედეგი ყოველთვის არის, როცა ვარჯიშობთ, მაგრამ ნახოთ ესეც რას შევძლებთ. მოტოციკლი ძალიან კარგ მდგომარეობაში არის, კარგადაც დადის ჩემი აზრით და აი ჩემი წონა თუ არ განაპირობებს ჩემს წაგებას, ნახოთ ეგ რა. просто ძიმევა ჩემს მოწინააღმდეგეებზე, ზოგზე 40 კილოთი, ზოგზე 35 და რამოდენიმეზე კიდე 45 კილოთი და ну, ერთი და იგივე სიმძლავრის მოტოებით სწორ გზაზე ხო ხდებით რამხელა სხვაობას მოიცემა, აი ეს წონითი სხვაობები. დავედი და შემოგიერთდები. Короче, გაისტარტებდა რა. გაუგდე ბოლომდე. ფონია ბოლომდე გასაგებია. მოკლედ, დღევანდელი დღე დასრულდა, ამინდის გაუარესების გამო აღარ გაგრძელდება შეჯიბრი და აი ესე ჩაიშალა ყველაფერი რა. ჩვენი კლასის გამოსვლაც ვერ შედგა, ვერც გრძელი 600-ის გამოსვლა ვერ შედგა და ნუ საინტერესო სანახაობა ჩაგვეშალა ისე რომ ვთქვათ, ამინდის გაუარესების გამო, ალბათ. ეხლა კი აი მაგ ეხლა კი მადლობას მოუხდით ჩვენ სპონსორებს, ვინც გვედგათ დღევანდელ დღეს გვერდით. მისი მეშვეობითაც ჩვენ არ დავსვენდით და გვაქვს ესეთი კომფორტი, ეს არის ამსოვილი, მადლობა მას დიდი გვერდით დგომისთვის. ასევე Moto Evacuator-ს გადავუხადოთ, დიდი მადლობა, ვინც ეს ყველაფერი მოგვატანინა აქამდე, დაგვეხმარა. ასევე დიეგო ვარაზაშვილი დაგვეხმარა. ხო და დიდი მადლობა მოკლედ ჩვენს მეგობრებს, ვინც მოვიდნენ, აქ არიან და ცოტა გამამხნევეს, იმიტომ რომ ძალიან დეპრესიული დღე მქონდა. და რავი რა, გამოიწერეთ არხი, უყურეთ, დაწერეთ კომენტარებში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დიდი ალბათობით არ მოგეწონებოდათ, მაგრამ არა უშავს, თქვენ ბოლოს გაიგებდით რომ არ მოგეწონებოდათ. გემშვიდობებით შემდეგ დრაგზე ისევ იმედი აღარაფერი ჩაიშლება და გადავიღებთ და შევძლებთ რომ თლიანი ეპიზოდები გაჩვენოთ. მშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე. დროებით.